ნინო ჩოგოვაძე, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია Facebook-იდან, ჩვენ ბევრი წელია ვუზიარებთ ერთმანეთს, აზრებს და თანამოაზრეებად ვთვლით თავს. მიხარია რომ გხედავთ და გაგიცანით აქ. თუმცა სევდიანიც არის ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ორივე დღეს ხვდებოდეთ თქვენ ემიგრაციაში, მე სტუმრად შეერთებულ შტატებში. ნინო, რა არის ეს დღე თქვენთვის? ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ახლოს ჩემს ქვეყანასთან, საქართველოსთან და ისევ ოცნება, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, ისევ ოცნება, რომ ჩემს ქვეყანაში რომ ჩავალ, დავრჩე, დიდხანს დავრჩე და თავი ვიგრძნო თავისუფლად. სამწუხაროდ ეს ასეჯერ არ ხდება. იცით, მე ცოტა ხნის წინ ვიყავი რამდენიმე თვის წინ საქართველოში და ჩემს მეგობრებს გავუზიარე ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება ჩემი საქართველოსთან მიმართებაში, რომ ადამიანები ვიცანი და სამწუხაროდ ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც რეკავდნენ 27 წელში, ან ისინი, ვინც დანოსებს წერდნენ და ეს ადამიანები სამწუხაროდ მე ვიცანი ჩემს ქალაქში. მე თბილისს კარგად არ ვიცნობ, მე ქუთაისიდან ვარ და მეც. ხო, და როდესაც ჩემს ქალაქში გავიარე, სამწუხაროდ იყო მარცხისფერი და მე ქუჩაში რომ ხვდებოდნენ ასე ადამიანები, ესენი ვიცანი და ძალიან არ მომეწონა, ძალიან გული დამწყდა და იმეც ვიტოვებ, რომ შემდეგ ჩასვლაზე ესეთი ნაცრისფერი ქუთაისი აღარ დამხვდება და აღარ ვიცნობ ამ ადამიანებს. ძალიან გული მიყინა და აქციაზეც მივედი, რა თქმა უნდა და აქვს ჩემს ქალაქს ის უდიდესი ინტელექტუალური რესურსი, რაც მუდმივად ამ ქალაქში არის და თითქმის ულევია და მე ძალიან მახარებს. უამრავი მეგობარი ყავს, რომლებიც ძალიან დიდი მეცმაძლეობენ. და იბრძვიან თავგანწირვით, კომპრომისად. აი, იცით რა არის? ყველას მინდა გადაუხადო დიდი მადლობა თქვენს მათ შორის წეხად რომ ჩაგეხოთ პირველი რაც გითხარით იყო მადლობა რომ როგორ იბრძვით და სულ ბოდიშებს გიხდით ყველას რომ მე ამას ვერ ვახერხებ აქედან არ ვიცი რა შემიძლია ვაკეთებ მაგრამ ჩვენი საქმე არის დავიცვათ ჩვენი ქვეყანა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის რომ ქართულ სულს საქართველოს თავისუფალ სულს ინარჩუნებთ თუნდაც ემიგრაციაში ესეც დიდი საქმეა როგორც პირველი თაობის ემიგრანტები მაგალითად 1918-20-იანი წლების ემიგრაციიდან დამიწერია Facebook-ზე რომ ზოგჯერ მე თქვენ შენ არიცი შენ გაჩერდი და ზოგჯერ მაქვს სამჩვიან ხოლმე პირში ბურთს და ზოგში მახველს რომ ჩვენ ემიგრანტები ვართ და ჩვენ არაფერი არ ვიცით ეს ასე არ არის ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ოჯახებისთვის და მიზეზი რატომ დავტოვეთ ქვეყანა ალბათ ყველა მიცით და ეს ძალიან რთულია აი დღევანდელი დღე ნინო ზეიმია თუ ბრძოლის სულისკვეთების ჩვენება თუნდაც აქ ემიგრაციაში ორივე იცით რა ზეიმია გვიხარია ძალიან ერთად ყოფნა მაგრამ ის რომ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და ის რომ ჩვენ ისევ ბრძოლის ველზე ვართ იმიტომ რომ არ დასრულებულა ხო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის უწყვეტი რეჟიმი 178 დღე იყო გუში 179 დღეა ხო დღეს უწყვეტი რეჟიმი უწყვეტი ბრძოლა ანუ უწყვეტი ნაკადი საპროტესტო აქციის და მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს რომ ეს ასე ხდება და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ აუცილებლად უნდა შევძლოთ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებული მოსაზრებებისა ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ერთმანეთ ჩავყიდოთ ხელი ჩვენ უნდა შევძლოთ გამარჯვება ეს აუცილებელია და იმედი აქვს რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ აი ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის არა ქართველიც მოდის ხო ამ ეკლესიაში როგორც ხედავ და თან დღევანდელ დღეს გვეთხოვა ჩვენ მხოლოდ ქართული წიგნისთვის რაც ძალიან საინტერესოა ნუ ბევრი ქართული ეკლესია რა თქმა უნდა ბრუკლინში და ქართული წიგნალოცები ყოველ შაბათ კვირას არის მაგრამ კონკრეტულად ამ ეკლესიაში ბოლო კვირას გითხოვდნენ და მე არ ვიცი თქვენ მოუსწარით თუ არა ეს ამერიკელი მამაო ქართულად წარმართავს წიგნალოცებას და ძალიან საინტერესო მოსასმენია და ძალიან ნაწილობრივ მოუსწარი და აუცილებლად იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა ჩავწერო მასთანაც ინტერვიუ. ნინო ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღე ყველას
ხელს ყველა ემიგრანტს, ვინც ემიგრაციაში და სოფლიოში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს ფიზიკურად სანდების ადამიანები დიდად მნიშვნელობა აქვს. თავარია როგორ ფიცნობს ის ქვეყანას და დასაკეთებს ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა და გეთანხმებით აბსოლუტურად. მადლობა ნინო.